დღემშვიდობის ტრადიციულად ჩვენი ვიდეო დავიწყოთ მისალმებით და დაჯდომით, იმედი აქ ნემსი არ ადევ. ბარბარეს რაღაცეებია. გუშინ წინ ხალიჩაზე ვიპოვე ნემსი. კიდე კაი დავინახეთ, ორი? კაი დღე არ დამადგებოდა ალბათ ფეხს რო დავადგავ. ერთი დროულად როდის დავლაგდები რა, რომ ყველაფერს თავისი ადგილი ქონდეს. ოთახისაც რო აქანილადია და რავი განაწილებული მაქვს, ძალიან მყარეული ვარ მაგ მხრივ რა. სველი თავით. არა უშავ. ეხლა მოვედი სამსახურიდან. ნუ 6-ისთვის რა. 6-ისთვის უკვე სახლში ვიყავი. დაბინავებულ. ხელ ვეღარ ჩავწერე ვიდეო. შეამჩნევდით. დაიცა შორე და გადავიწიო ქუჩური. და თმები. სველთმა დავივარცხნე, ზოგადად არ ვივარცხნი ხოლმე სველთმათ, მაგრამ დამივარცხნა. მოკლედ დღევანდელი ვიდეო გუშწუხად მინდოდა, მაგრამ ავამაქვს. მაგრამ ისაა რა, მოკლედ. დღევანდელი ვიდეო მინდა ძალიან კარგ თემას დავუთმო. ძალიან სასიამოვნო თემას დავუთმო. და ზოგადად მიხარია ხოლმე, როდესაც ამ დროს, ანუ ეს კონკრეტული რაღაცა არ არის სასიხარულო, როდესაც ვიღაცას უჭირს. როდესაც ვიღაცას ელემენტარული პურის ფულისთვის რაღაცა მძიმე სამსახურის გაწევა უწევს, ოღონდ ეს მაქვს მე ბავშვებზე და მოზარდებზე ლაპარაკი. თუ ეხა დიდებმა ახლა უშრომელად არაფერი არ მოვა. არა, როდესაც ბავშვები ესეთ იმას გადიან ხოლმე ძალიან ძნელია და თან ისეთი ბავშვები, რომლებიც იძულებულები არიან გასულ რომ გავიდნენ, ოჯახს დაეხმარნენ და რაღაც მომენტში რომ ხვდები რომ ანუ ამბავს პირიქით სხვანაირად თვითონ ჭირდება დახმარება, მაგრამ სხვა გზა რო არ აქვს. ესეთ დროს ხოლმე მიხარია რომ არსებობენ კიდე ადამიანები, ჯერ ეს ქალბატონი ნანა, რომელიც სიკეთის ქალაქის ანუ რომელიც ავრცელებს ესეთ ვიდეოებს და ძალიან ბევრ ადამიანს და ბავშვს მით უმეტეს გაუწია დახმარება, კარგია რომ არსებობენ ესეთი ხალხი. და მე შემდეგ ამ ვიდეოს გამოქვეყნებისას ასეთი გამოხმაურება რომ მოყვება ხოლმე, აი მაგ დროს რაღაცა გეიმედება, რომ ანუ არ გადავშენდებით რა, გვაქვს ჯერ კიდე იმისი იმას პრეტენზია იმაზე, რომ ადამიანები ვართ და არ ვართ უგულო არსებები და შეგვიძლია ძალიან დიდი ძალა არის, როდესაც ესეთი ხალხი ერთმანეთს გვერდში უდგა. ანუ რაღაცა აი მთას აიღებენ და გადადგავენ. ძალიან მარტივად. და ესეთ დროს ძალიან მაგარია ხოლმე, როდესაც ერთმანეთს მხარში ვუდგავართ და აი თითქოს ერთი სხეული ხდება ადამიანი, ერთი ძალა ხდება ერთი მიზნისთვის. ძალიან სამწუხაროა, რომ ესეთი მიზნები ძალიან ბევრია, მაგრამ თუ ასე გაგრძელდება და ელემენტარული რაღაცა ნაწილი გამოთქვავს ასეთი ადამიანების სურვილი ექნება, რომ ადამიანებს ესეთ ბავშვებს და ესეთ მოზარდებს დაეხმაროს, ანუ კიდე გქონია რა, მარტო ცანცარის ღლაბუცის და რაღაცეების გარდა შეგვჩენია ადამიანობა და შეგვჩენია ერთმანეთზე ზრუნვა. და შეგვჩენია ის, რაც განგვასხვავებს ცხოველებისაგან. თუმცა ბევრ რაღაცაში ცხოველებიც არიზავენ ისეთ რაღაცას ჩვენ რო შეგვიძლია გავაკეთოთ.
მოკლედ ყველაფერი შეგვიძლია გააჩნია ჩვენ ძალას როგორ გამოვიყენებთ. ეხლა აქ ცოტა ხნით მე გავწყვეტავ ვიდეოს და დაგირთავთ იმ ვიდეოს, რომელზეც ვლაპარაკობ და აუ რო ვუყურე მე თვითონ არ ვიცი ძალიან აი შიგნით გულში გტკივა ესეთი რაღაცა რა. რამდენად ცდილობენ, რამდენად წვალობენ და რამდენად მცირეა მათი შემოსავალი და რის ხარჯზე აკეთებენ ამას ბავშვები. ეხლა გავწყვეტავ აქ ამ ვიდეოს და განახებ თუ რაზე მაქვს ლაპარაკი. ყველა დღე მუშაობ. რას ვინდა ხენები. ჯარი შვილო ეს. ის გავაკეთე. ეტლევისგან. რამდენი წლის ხარ ახლა? 15. ივიკო. რამდენს გაძლევენ ხოლმე აი ამ საფლავებს რო წნენ და ხანაცნაი, ხანათინაი. რას ყიდულობ მე შვილო? მიდივა მაღაზიაში, ყიდუნა პროდუქტები. ვამშა დავჩეიფში. ყველა ძალიან რას ინატრებდი შენ? რას ინატრებდა? საჭმე. დედა ავათარი, მამა ავათარი, მამიდარვა ავაკა. მე როდევიან ხაჭმე, როდიქ მიუტან. მუშა ბაბა სხვა რა ვქნა. ნერვიულობ. რაზე ნერვიულობ? აი, კაფევარანი, არავნო აიძახი, რომ შია მაგაგუ ნერვიულობ. რასა? შია და მაგაგუ ნერვიულობ. მაბედნია ხოქა ამშია. ყველა ძალიან რას ინატრებდი შენ? რას ინატრებდა? საჭმე. აი დახედა ჩემ ნაშრომხელებ. რამდენი წელია შვილო ასე შრომობ? რა ვიცი. 5 წელი აცა. ვამშო მაჯო ხაჭმე. არავინ. არ მაჯო. შოვნემ დამახოცებიამ შიმშინით. მეც გეუყდაიაბა. ჩავდემე სამარაში. დამაყია მიწოთაიგა. კივიკო, ყველაზე ძალიან რა გაგახარებს შვილო? აი, გავახარებო როკა დასონამნი ვქნები. როცა მექნება კარში გაჭმენი. ყველას გთხოვთ, ვინც ახლა მისმენთ, ჩემო მადლიანო ქართველებო. გადააზიარეთ ეს ვიდეო, არ დაიზაროთ. მომეხმარეთ ვიდეოს გავრცელებაში, რომ ადამიანებამდე მივიტანო გივიკოს ისტორია. ეს ბავშვი 5 წელია, ალაგებს ეზუებს, ალაგებს სასაფლაოებს და შრომობს, რომ საჭმელი მიიტანოს. ჯერ კიდევ 15 წლის არის. შევეციო, თუნდაც 1 ლარით გივიკოს. ვინდა დამეხმარებიან, ნანდა. აუცილებლად დაგეხმარებიან გივიკო, აუცილებლად დაგეხმარება სულო ხალხი. ალბათ ნახავდით უკვე და ძალიან ბევრი თქვენგანზე იმოქმედებდა ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა. ამ ძალიან ძნელი ესეთი რაღაცა, რომ არ იყოს რა, ისეთი, რომ არ იმოქმედოს შეიძლება. ძალიან ცივი უნდა იყო და ძალიან უნდა ბოდიში და გეკიდოს ეს ყველაფერი. მთავარია მე და რაღაცა ესეთი მომენტი, თორე ავწესით ესეთის უნდა გტკენდეს. თუმცა შესაძაც ბავშვს ეხება. ამ ვიდეოს გასვლის შემდეგ ძალიან ბევრმა გამოთქვა სურვილი ამ ოჯახს დახმარებოდა. გივიკოს ამ ვიდეოსთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია არის ის, რომ ძალიან ბევრმა ვნახა, ძალიან ბევრმა გააზიარა და ძალიან ბევრმა ადამიანმა მიიტანა გულთან ეს ვიდეო და გივიკოს მდგომარეობა. გივიკოს ვიდეო ბევრმა თქვენგანამ ეს არის სიკეთის ქალაქის განცხადება. ბევრმა თქვენგანმა ნახა. ყველაფერი მოხერხდა, შეგროვება დასრულებულია. რანგარიშის ნომერი იდო. მადლობა ქართველებო ამ სიკეთისთვის. ყველაფრის თანხა აგროვებულია. ოჯახის დედის თხოვნით შეუძინეთ საოჯახო ტექნიკა. საერცხლის მანქანა, ტელევიზორი, ტელეფონი, ავეჯი, მაცივარი. გივიკო შეუძინეთ ტანსაცმელი. ოჯახს მივაწოდეთ რამოდენიმე თვის საკვების მარაგი.
ასევე მივაწვდით აგროვებულ სოლიდურ თანხასაც 15,000 ხალხო 1500 კი არა თავიდან წავით 1500 რა და 1500 რა ასევე მივაწვდით აგროვებულ სოლიდურ თანხას 15,000 ლარს ასევე ჩარიცხულ თანხიდან ამ თანხიდან გივიკოს ყოველთვიურად გადაეცემა 300 ლარის სტიპენდიის სახით. ერთი წლის განმავლობაში, ანუ ეს თანხა ცალკეა და შეგროვებული თანხიდან კიდე წელიწადში ყოველ თვე 300 ლარის ოდენობით გადაეცემა სტიპენდია. ერთი წლის განმავლობაში სულ 3600 ლარი გამოდის. მადლობას ვუხდით ორ მეგობარს, რომლებიც გივიკოს გამოუცვლიან სახლში ფანჯრებს და შეუძენენ საჭირო ნივთებს, სრულად უსასყიდლოდ. ამ ვიდეოს შემდეგ ხალხის სიკეთე აუცილებლად შეცვლის გივიკოს ცხოვრებას და თქვენ ყველას მადლობა ამ დიდი თანადგომისთვის. მადლობა ქართველებო. რადგან შეგროვებული თანხა საკმარისზე მეტია გივიკოს და მათი მშობლების გადაწყვეტილებით, რასაც ჩვენც ვეთანხმებით, თუ სიკეთის ქალაქის წარმომადგენელი თუ დამფუძნებელი ამბობს, ქალბატონი ნანაზი აქ ლაპარაკი, მათი ანუ საკმარისზე მეტი შეგროვდა და 5 სხვა ოჯახსაც კიდე დაეხმარნენ. წარმოიდგინე ელემენტარული ვიღაცის 1 ლარით. ჯერ ძალიან გამიხარდა ეს ინფორმაცია, რომ წავიკითხე, რომ წარმოვიდგინე ეს ბავშვი ამ სიცივეში აღარ გავა, ამ სიცივე სითბო ხო არ აქვს, სიცხე არ აქვს მნიშვნელობა, ასეთ დროს ასუფთავებდა ამ ყველაფერს და 10 ლარი და 20 ლარი რა არის ხარხნო და წარმოვიდგინე 10 ლარი არ მაქვს და მიუგდი, ანუ მიდი და ეს დამისუფთავე რა, ის 10 ლარი შეიძლება შევიდე და 2 პაჭკა და სემიჭკა ვიყიდო, ხო? და ამ ბავშვისთვის არის პურის ფული სახში მისატანი და რო წარმოიდგენ, რომ ეგრეთ წოდებულია ეს 10 ლარი, სიტყვაზე ვამბობ, 1 ლარიც კი ვიღაცისთვის შეიძლება არაფერი იყოს, მაგრამ 100 ჯერ 1 ლარი, 100 კაცი 1 ლარს, მისი ოჯახისთვის რაღაცა. ძალიან მაგარი რამე გაკეთდა და ძალიან მიხარია, რომ ესეთი რაღაცა ხდება ხოლმე და გული რო სითბოთი გევსება, რომ ანუ ვარსებობ კიდე. შეგვრჩენი ამ საშინელ სამყაროში, ამ უბედურ სამყაროში, იმ მომენტის, ანუ რატო ვამბობ ხა არ ვამბობ ისეთ რაღაცას, რომ მე ღმერთო რა უბედურები ვარ და რაღაცა არის, მაგრამ მერც არ ვწოდავ. ამ სამყაროში სადაც გაიხედები და მოიხედები და სიბოროტე მოიცვა ყველაფერი და დაუნდობლობან და ბავშვების შიმშილმა და ამ დროს ესე გაჭირებული ოჯახები იღებენ დახმარებას, ხალხი არანაირი მთავრობა ხალხნო, არა ვერ ვიტყვი, მთავრობაც აკეთებს რაღაცებს, მთავრობა თუ არა თვითონ ისინი, ანუ ზოგი ხო არის, რომ უბრალოდ იმიტომ აკეთებს, რომ ეს სურათი გადავიყო და ხი ამას დავეხმარი, არა, ძალიან ბევრია ვინც ისი აკეთებს, რომ შეიძლება, რა ვიცი, საფლავის კარამდე ვერ გავიგოთ და ჩემთვის ეს არის სიკეთე. ანუ რო ვაკეთებ არ უნდა ვიყვირო, ხო? და რო არ გვესმის სიტყვაზე იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცა არ ეხმარება, ვიცი. მე გამიგია ახლობელსაც კი ისეთი ადამიანი დახმარებია, რომ შეიძლება გაიფიქრო კიდეც, რომ ხლა ეს ხო შეიძლება რომ ვიღაცას დაეხმაროს. მაგრამ რო არ ყვირს ხო იმას არ ნიშნავს, რომ არ ეხმარება. ანუ მე არ ვამბობ თითოეულ ადამიანზე და რაღაცაზე, ხა იმისაც არ ვამბობ, რომ რაღაცა, ხა მე მაგალითად ძალიან ბევრჯერ დამჭირვებია ნინოს კურნალობასთან დაკავშირებით დაფინანსება და განცხადება რომ შემიტანია და უფინანსებიათ და რა ვიცი, თუ დამჭირდა მაგალითად და გადავიხადე 4000 ლარი რაღაცა კურნალობის თავიდან ბოლომდე რომ შევკრიბოთ, მასე გამომივიდა ნოემბრიდან დეკემბრის ჩათვლით ერთ თვეში, 2 წლის წინ ჩუტყვავილა რა ქონდა და ერთი მაგდენი დამიფინანსა კიდე სახელმწიფომ და ძალიან უმადური უნდა ვიყო, რომ რაღაცა არ ვიცი თქო. ხო და შეგვძლებია რა კიდე რა ესე თითის გაშვერით, რომ მე კიდე არ მაქვს ესეთ დამოკიდებულება, ეს რო იციან ხოლმე რა, არ მომწონს უბრალოდ, მე აქეთ დასახმარებელი ვარ და ვის დავეხმარო. არა, გაეცი ასმა გადაგიბრუნდება.
ფული თუ არა გაქვს, სიტყვიერად გაეცის დახმარება, ძალიან მაგარი რამე არის და ძალიან ბევრი შეუძლია კიდე სიტყვას რამდენად გააკეთებ რა ეს რაღაცას, გაავრცელებ თუნდაც ვიღაცასთან, შენ თუ იმ წუთას არ შეგიძლია, შეიძლება ვიღაცასთან რო თქვა, ის დაეხმაროს. სამწუხაროა რომ არსებობენ ესეთი ხალხი, ესეთი ბავშვები, ესეთი ოჯახები, სამწუხაროა. მაგრამ ამ დროს საბედნიეროა ის, რომ ესეთ სამყაროში და ესეთ გაბოროტებულ სამყაროში, სადაც შეიძლება რომ არ ვიყოთ გაბოროტებულები, არიან ხალხის ის გუნდი და ის მსურველები, რომ შეიძლება არ იყიდონ სიტყვაზე ორი პური და მიიტანონ სახში ერთი პური და ის ერთი სხვას მისცენ. არ დახარჯონ 2 ლარი და დახარჯონ 1 ლარი და ის ერთი სხვას მისცენ. ეს გაბედნიერებს, ეს გავსებს და იმედს გისახავს, რომ ღმერთმა არ დაგაჭირვოს და ანუ ოდესმე თუ დამჭირდება, სიტყვაზე ვამბობ რა, ანუ იმას თუ დაჭირდება და იმას თუ დაჭირდება, ანუ არის უცნობი ხალხი, ზღვა ხალხი, რომლებიც მზად არიან, რომ უანგაროთ და არ გითხრან, იცი რა, მე შენ 1 ლარი ჩაგიწხე, ოდესღაც რო გინდოდ. აი, რომ იცი, რომ დაგეხმარებიან, იცი, რომ ვიღაცას რო გაუჭირდეს და ესეთი რაღაცა რომ მოხდეს და ბავშვს რო ეხება მით უმეტეს. აი, აღელვებული ზღვასავით არსებობს ხალხი, რომ დაეხმარება და მიხარი ხართ ესეთი ხალხნო, ღმერთმა, ავი, დღეგრძელობა მოგცეთ. ღმერთმა მაგრად გამყოფოთ, ღმერთმა არასოდეს დაგაჭიროთ. ჯანმრთელობას მხრივ დახმარება, რომ ფული დაგჭირდეთ, იმიტომ რომ ეხლა თუ ცუდად გახდი, ხელს არავინ დაგადებს თუ ფული არ აქვს, ხო? ანუ ჯანმრთელობა ის რამეა, ვერ იყიდი თან თუ რომც გქონდეს, ვერ იყიდი. მაგრამ ესეთ ხალხს და ესეთ ბავშვებს სჭირდებათ ეს თანხა, რომ იმ სიღარიბიდან და ელემენტარული პურის იქით, რომ საჭმელი სხვა რაღაცაც არსებობს და ხილი, რომ რაღაცა ჩამოვარდნილი ქლიავის გარდა რაღაცა ბანანიც არსებობს და რაღაცა ჰქონდეთ ელემენტარული. ძალიან ძნელია რა, ძალიან ძნელია ესეთი ბავშვები რო ესეთ სამყაროში არსებობენ. მაგრამ ამას თან იმედი აქვს ისევ იმ ხალხის. და ღმერთმა თქვენი იმედი არ მოგუშალოს, ღმერთმა ასეთ ბავშვებს თქვენი იმედი არ მოგუშალოს და ბევრისთვის ხართ, რა ვიცი, იმედის ფეიერვერკი. ასე რომ მინდოდა რომ ეს სიხარული თქვენთვისაც გამიზიარებინა და ყველაზე კარგი რა არის, იცი? ყველაზე ძალიან მაგარი არის კომენტარებში ჩამოვყევი და იყო ერთი წეღა რო თქვი ესეთი ავაკეთ დასახმარებელი ვარ და ვის დავეხმარო. ან ეგ მაგალითად არ უნდა ელაპარაკო არაფერი. ეგეთ ხალხს საერთოდ არც უნდა აუხსნა, რა უნდა აუხსნა ხალხ. ანუ თუ არ გინდა რაღა კომენტარს წერ გაატარე, ხო? ძალიან ძნელი ესეთი ხალხი არსებობს. აი რო რა ვიცი. ხო და კომენტარებში ჩამოვყევი და ანუ მიუხედავად იმისა, რომ ეს პოსტი უკვე ეძღვნებოდა იმას, რომ თანხა შეგროვდა საჭმელი თვიური, რავი, ამდენიმე თვის მარაგი მიუტანეს, ტომრებით რაღაცები, ფანჯრები შეუცვალეს, სტიპენდია დაუნიშნეს, 15,000 ლარი მისცეს ცალკე კიდე ხალხი მივიდა, ვინც ფანჯრებიან, რავი, ყველაფრიანად, ტექნიკიანად და კომენტარებში წერდნენ კიდე, რომ ამ ბავშვის ის დაწერეთ, რომ ჩვენც გვინდა რაღაცა და წარმოიდგინე ამ პოსტის მერე კიდე რამდენი მივიდა და რამდენი დაეხმარა და ღმერთმა გამარავლოთ ხალხნო ესეთი ხალხი. ღმერთმა რა ვიცი ჯანმრთელები და დღეგრძელები გამყოფოთ, რომ ძალიან ბევრი ბავშვის გული გააბედნიეროთ და მიხარი ხართ და დღევანდელი ეს ვიდეო მინდოდა რომ ესე თქვენთვის გამიზიარებინა და ესეთი ძვირფასი ყოფილიყო თქვენთვისაც ეს ემოცია. დაგემშვიდობებით ახლა მომავალ ვიდეომდე. იმედია სამწუხაროდ არსებობენ კიდე, მაგრამ იმედია ბევრნი აღარ იქნებიან. მალე ესეთი ხალხის გვერდში დგომის გამო. რადგან ჯერა რომ დადგება დრო, როდესაც არც ერთი ბავშვი არ იშიმშილებს. ელემენტარული პურის ფული მაინც იქნება და პური მაინც იქნება. სამწუხაროდ კიდე ბევრნი არიან ესეთი.
დროებით.